თბილისის საქალაქო სასამართლომ ქართული ოცნების საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობის გამო პოლიტიკოს გივი თარგამაძეს აღკვეთის ღონისძიების სახით 10,000 ლარიანი გირაო შეუფარდა. გადაწყვეტილება მოსამართლე ნანა შამათავა მიიღო. პროკურატურამ თარგამაძეს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული 349 მუხლით ბრალი მას შემდეგ წარუდგინა, რაც პოლიტიკოსმა ოცნების პარლამენტში კომისიაზე მისვლაზე უარი განაცხადა. თარგამაძე კომისიაზე 3 აპრილს დაიბარეს. უარის შემდეგ ის 11 აპრილს მაგისტრატი მოსამართლის წინაშე გამოიკითხა. თია წულუკიანის ხელმძღვანელობით მოქმედ პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიაზე დაბარების შემთხვევაში სხდომაზე არ მისვლა სისხლის სამართლის კოდექსის 349 მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულად ითვლება. ეს ქმედება ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით 1 წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით 3 წლამდე. ამ მუხლით უკვე ბრალდებულები არიან მამუკა ხაზარაძე, ბადრი ჯაფარიძე და ირაკლი ოქრუაშვილი. ხაზარაძესა და ჯაფარიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით 50,000 ლარიანი გირაო აქვს შეფარდებული. ოქრუაშვილს კი 20,000 ლარიანი. მას ასევე საქართველოს დატოვება აიკრძალა.